თბილისის სოფლებში მამულოსა და გომარეთში საძოვრები გერმანულმა კომპანიამ RAO Global Group-მა შეისყიდა, რამაც ადგილობრივთა პროტესტი გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ ამიწების შესყიდვას თავად აპირებდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. RAO Global Group-ის წარმომადგენლები კი თბილისში 8 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავენ. თბილისის სოფლების მამულოსა და გომარეთის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ მიწების შესყიდვას თავად აპირებდნენ, მაგრამ მათ ამის უფლება არ მიეცათ. მოგვიანებით კი საძოვრების მფლობელი გერმანული კომპანია RAO Global Group-ი გახდა. ყველამ დითახები აქვს გადახდილი ამ რუკების შეძენაზე, რომ ზოგს პრივატიზაციაში აქვს ჩაბარებული, ზოგს ისევ თვითონ აქვს რომ ვერ მოასწრეს, ზოგმა დაწყების სტადიაში იყო და შეჩერდნენ იმის გულისთვის, რომ აღარ იყიდებოდა, გამოაცხადა სახელმწიფო მაშინდელ მთავრობამ, რომ შეჩერებულია პრივატიზაცია. არჩევნების მეორე დღეს დაიწყეს აგორი დონის ტექნიკა ხანთ მოყვანილი, დაიწყეს ეს ტექნიკა და გადახნეს კიდევაც ეს ხალხი დარჩება, უმიწო თუ შემოსავლოთ და საკმარისია კიდევ ერთი ესეთი როგორ ვთქვა, კომპანია თუ ინვესტორია თუ ვინც არის შემოვიდეს, აღარაფერი დარჩება სოფელს. გომარეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული პრობლემის შესახებ იცის, თუმცა მათ არავინ დახმარებია. მოვლენ ორშაბათს გადაწყვეტავენ, ან მოსახლეობა ჩავა. და ვინ შეთავაზება? თვითონ გამგებელი საკრებულო შეეძრო საკრებულოს თავმჯდომარეს. მიწის მესაკუთრე კომპანიის RAO Global Group-ის წარმომადგენელი რასულ ორუიოვი აცხადებს, რომ კომპანიამ მიწები კანონის დაცვით შეიძინა. Когда мы обращались, როცა ჩვენ დავინტერესდით და ვიყიდეთ, ეს მიწები цаრიელი იყო. თუ ახლა მთავრობა გადაწყვეტს, რომ ჩვენ ეს მიწები უნდა გადავცვალოთ, წინააღმდეგობას არ გავუწევთ. ჩვენ 8 მილიონი ევროს ინვესტიცია გავაკეთეთ. აქ ფერმა და რძის საწარმო აშენდება. ხალხმა უნდა გაგვიგოს და მიხვდეს, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველაფერი საქართველოსთვისაა. ორუიოვის თქმით, RAO Global Group-ი თბილისის რეგიონში 8 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც რძის საწარმო და ფერმა აშენდება, თუმცა მამულოსა და გომარეთის მოსახლეობა საძოვრების გასხვისების ფაქტთან შეგუებას არ აპირებს.